კავკასიური ყველი 2015 თბილისი ყველის ორდღიან ფესტივალს მასპინძლობს. ის ცოტა ხნის წინ რიგის პარკში გაიხსნა. ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახეობის ყველი. გამოფენა გაყიდვის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. და ნათია ქენქაძე იმყოფება ადგილზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნათია, რა ხდება ამ წუთებში რიგას? ყველის ფესტივალი ოფიციალურად რამდენიმე წუთში გაიხსნება, თუმცა აქ უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი არის მოსული, ისინი აგემოვნებენ ყველს და არჩევანი არის საკმაოდ დიდი, 60-ზე მეტი სახეობის ყველი არის წარმოდგენილი დღევანდელ ფესტივალზე სხვადასხვა რეგიონიდან, ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ წარმოებლები, იმისთვის რომ წარმოედგინათ საკუთარი პროდუქცია, რაც შეიძლება ორიგინალური ფორმით. აქ ნახავთ ჭიქებს, ცხოველებისა და ხილის ფიგურებს, რომელიც ყველისგან არის დამზადებული და დეგუსტაციის პარალელურად იმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაც. ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის სწორედ ორგანიზატორი ყველის ფესტივალის. ბატონოთა, რა არის ამ ფესტივალის მიზანი? გარდა იმისა, რომ გასართობი ფუნქცია აქვს, ასე ვთქვათ, მას მთავარი მიზანი მისი რა არის? გასართობი დამატებითი ფუნქცია. პირველი ეს გახლავთ მიზანი, რომ მოხდეს პოპულარიზაცია ქართული ყველის. მე შეგახსენებ საზოგადოებას, რომ ეს არის ყველი, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენ უკვე აღარ ვითვლით, იმიტომ რომ ყოველწლიურად ახალი აღმოჩენები და დღესაც სხვათა შორის რამოდენიმე ძალიან ძველი ტრადიციული ყველი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. მე მინდა თითოეულ ამ ადამიანს დიდი მადლობა გადავხადო. ეს არის კავკასიის ყველის ფესტივალი, ასევე ჩამოსული არიან სომხეთიდან სტუმრები, მათ თავიანთი ყველი აქვს წარმოდგენილი და მათთან ჩამორძანებისთვის მინდა დიდი მადლობა გადავხადო ყველას ორგანიზატორებს, თბილისის მერიას, აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, მით უმეტეს ჩვენი ევროინტეგრაციის ნაწილში, სადაც რეალურად ჩვენ შეგვიძლია ძალიან საპატიო ადგილი მიუჩინოთ ქართული ყველის ექსპორტ ევროკავშირის ქვეყნებში. კითხავთ ექსპორტთან დაკავშირებით და ზოგადად ყველის წარმოებაზე რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ დარგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში? ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი. პრინციპში სამწუხაროდ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ წელს მოხერხდა და დაინერგა რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი. პრაქტიკაში ეს საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, მაგრამ საზოგადოების სრული მხარდაჭერის შედეგად ჩვენ ამას მივახციეთ. ეს არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი. ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ დარგში ზოგადად, მაგრამ სწორი პროცესები მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ ალბათ ერთ-ორ წელიწადში საქართველოს ყველი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიოში. დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ადამიანი არის მოსული ყველის ფესტივალზე. დღეს მათ საღამოს 5 საათამდე შეუძლიათ რომ დაგემოვნონ ყველი. აქ არის წარმოდგენილი ასევე ქართული ღვინოები. დღეს გაიმართება ასევე კონკურსიც და გამოვლინდება საუკეთესო ყველის მწარმოებელი და საუკეთესო რეგიონი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე კარგ ყველს წლევანდელ ფესტივალზე. აქ ასევე იმყოფებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ლაბორატორიის სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე ამოწმებენ პროდუქციის უვნებლობას და გასცემენ შესაბამის სერტიფიკატებს. ფესტივალზე წარმოდგენილია დღეს სრულიად საქართველო, ყველა რეგიონი და იმდენად რამდენადაც ფესტივალს დავარქვით კავკასიური ყველი, რამდენიმე სომეხი და აზერბაიჯანელი მეყოლეთ დაგვთანხმდა მონაწილეობაზე. სამწუხაროდ ფესტივალი რამდენჯერმე გადაიდო, ამიტომ მთლიანი მობილიზება ვერ მოხერხდა აზერბაიჯანული და სომხური ნაწილის, მაგრამ რაც არის ჩამოსული, საუკეთესო პროდუქტი აქვს ჩამოტანილი და მე მოუწოდებ ჩვენს აზერბაიჯან და სომეხ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს ცხოვრობენ, მოვიდნენ და დააგემოვნონ თავიანთი მეორე სამშობლოს პროდუქცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საქართველოს მეყოლეთა ასოციაციასთან. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ ვატარებთ როგორც ფიზიკურ ქიმიური მაჩვენებლების კვლევას, ასევე მიკრობიოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ კვლევას. ფესტივალი ორდღიანია, მსურველებს, რომლებიც დღეს ვერ მოახერხებენ, შეუძლიათ რომ მოვიდნენ ხვალ 11-დან 15 საათამდე და ქართული ყველი დააგემოვნონ. რეკომენდაცია ნათია ქენქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.